37 წელი. თარიღი, რომელიც ყოველგვარი განმარტების გარეშე გასულ საუკუნეს საქართველოში ათეულ ათასობით დახვრეტილი ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას გულისხმობს. მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენთვის მაინც ბევრი რამ არის უცნობი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დოკუმენტურ მასალებზე 12 სერიანი ფილმი შექმნა ჯერაც უცნობი ფაქტების გაშიშვლების მცდელობაა. პირველი და ყველაზე შრომატებადი ეტაპი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დოკუმენტაციის მოძიება იყო. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოვკიდეთ ხელი ამ 37 წლის გაკეთებას, არის ის, რომ საქართველოს სინამდვილეში პრაქტიკულად არ არის ამაზე არაფერი თქმული. პრაქტიკულად არ არის არაფერი თქმული, მე ტელესივრცეზე ვიცახი, ერთადერთი იყო მონანიება, რომელიც მხატვრული ფილმია და ალეგორიული სახის არის, მაგრამ სუფთა დოკუმენტური ტიპის ფილმის შექმნა ჯერ არ ყოფილა. პერსონალების დასახელებას, სხვანაირად თუ გინდა ვთქვათ ილუსტრაციას, გარკვეული ნაწილი საზოგადოების ჯერ აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ფილმში გარკვეულწილად ეს არის. მე არ ვიძახი, რომ იქ არის სულ ყველა სახელი და გვარი დასახელებული, მე არ ვიძახი, რომ იქ არის ყველა მოვლენა ბოლომდე გაშლილი, იმიტომ რომ ყველა მოვლენა ბოლომდე რო გაშალო, ამას არ ყოფილა 100 სერია და უფრო მეტიც. ფილმზე მუშაობა 20 იანვარს დაიწყო. პირველი და ყველაზე შრომატებადი ეტაპი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დოკუმენტაციის მოძიება იყო. ფილმის სცენარისტვის ფაქტობრივი მასალის მოპოვება მთლიანად საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოხდა. ახლა ამ სისხლის სამართლის საქმეში არის, რო ვიტყვიან, თითქმის ყველაფერი არის მოცემული. აქ არა მარტო ანკეტები და დაკითხვის ოქმები არის, აქ არის უშუალო წერილებიც, იმ პერიოდთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა და ზოგადი მიმოხილვითი წერილები, რომ ისე რომ ეს საშუალებას იძლევა, რომ სრული წარმოდგენა და ობიექტური ინფორმაცია იქნას მიღებული გარკვეული პიროვნებისა და გარკვეული მოვლენის შესახებ. ყველაფერი დოკუმენტურად ფორმდებოდა. და ამას ჩვენთვის რა საშინელიც არ უნდა იყოს ამ დოკუმენტების წაკითხვა, ისტორიკოსებისათვის, ისტორიის შექმნისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საარქივო მასალებზე მუშაობა 4 თვემდე გაგრძელდა. საგამოძიებო მასალის მიხედვით შეიქმნა სქემა თუ რა პრინციპით ხორციელდებოდა რეპრესიები. თუმცა ეს არ იყო საკმარისი. ჩვენ ქონდა ძალიან მშრალი მასალა, ანუ ქონდა მხოლოდ ოქმები, ქონდა მხოლოდ სახელი და გვარები, რითიც ესეთი მაყურებელს ვერ დავანახებდით რეალურ ადამიანს. როგორი იყო, რითიც უნთქავდა ელემენტარულად რის გამო დახვრიტეს. ნებისმიერი პიროვნების გასაცოცხლებლად ჩვენ გვიწევდა უამრავი ადამიანის შეწუხება, უამრავ ხალხთან მისვლა. დღეს ასაკის გამო არც ისე ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ოჯახის წევრებსაც 37 წლის მოვლენები შეეხო. თუმცა მაინც მოიძებნა ის რამდენიმე ადამიანი, რომელთა დახმარებით მნიშვნელოვანი დეტალებით შეივსო საარქივო მასალები. ერთ-ერთი ასეთი მომენტი მაგალითად იყო თენგიზ ჟღენტის ქალიშვილი, ქალბატონი ნათელა, რომელიც ამჟამად არის სადაც 80 წელს გადაცილებული არის, მაგრამ როდესაც მამამისი დაიჭირეს, მაშინ ის იყო 16 წლის. მისი ისტორია სრულთლიანად არის ფილმში ასახული, ეს არის დოკუმენტური თავისი ქალბატონი ნათელას მონათხრობი არის და შემდეგ გამაგრებული არის საარქივო მასალებიც. როდესაც მე დავამთავრე მასთან, ასე ვთქვათ, კითხვა-პასუხზე მან ყველა ჩემი კითხვა დააკმაყოფილა და როდესაც უკვე დავამთავრეთ მასთან მუშაობა, მან მკითხა, რომ შვილო, ხო არ დამიჭერენ იმის გულისთვის, ეხლა რაც მე შენ გითხარი ეს ყველაფერი. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ რეალურად რის გამო იყო დახვრეტილი მათი ოჯახის წევრი. არის ესეთი პერსონაჟი ფილმში მამა პავლე დაშნიანი, რომელმაც 2 კვირის განმავლობაში 1927 წელს აღდგომის მოახლოებისას მონათლა 111 ბავშვი, რაც გახდა მისი დახვრეტის საბაბი. იყო არქიმანდრიტი და ჩაიდინა იმ პერიოდისთვის უდიდესი გმირობა. ეს ამბავი მისმა ოჯახის წევრებმა დღემდე არ იცოდნენ. ეს გაირკვა ჩვენს მიერ არქივებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. მასალა გაცილებით მეტი მოგროვდა, ვიდრე თავიდან ელოდნენ. გადაღებები 20 ივლისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდა. უამრავი მასალა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ვერ გავჩერდით 1 სერია, 2 სერია, 3 სერია და ავიდა 12 სერიაზე. 12 სერია ესეთი დოკუმენტური არქივზე აწყობილი ფილმი ალბათ ნაკლებად საინტერესო და მოსაწყენი იქნებოდა მაყურებლისთვის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეტანა
მხატვრული ელემენტები. ჩანაფიქრი იყო, რომ ყოფილიყო დოკუმენტური მხატვრული, მაგრამ გამოგვივიდა მე მგონი პირიქით მხატვრული დოკუმენტურია. ფილმის გადაღება მოხდა რეკორდულ ვადებში. 2 თვეში გადავიღეთ უამრავი სცენა. 180 სცენაა გადაღებული ფილმში. დღეში ვიღებდით სადღაც 7-8 სცენას. გადაღებულია. ამ დოკუმენტური სერიალის ძირითადი ღერძი აწყობილი არის რამდენიმე პიროვნებაზე. ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი, რომელიც არის, ეს არის ბუდუ მდივანი. დრამატურგიიდან გამომდინარე, ჩვენ ავირჩიეთ რამოდენიმე საკვანძო ფიგურა, რომელიც მთელ ფილმს გასდევს, ასე ვთქვათ, მათი ისტორია. ეს არის ბუდუ მდივანი. ბუდუ მდივანი ეს არის 27 წელს იყო სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მან დაუდო სათავე ზუსტად ამ ფილმის, ასე ვთქვათ, შექმნას. ბუდუ მდივანი 1927 წელს დახვრიტეს საქართველოში ტროცკისტული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბრალდებით. საარქივო მასალაში ამ პიროვნების საქმის გაცნობის შემდეგ სუნთლიანად ნათლად ჩანს რა სისტემით მუშაობდა რეპრესიები საქართველოში. როგორ ვითარდებოდა, როგორ იჭერდნენ ხალხს, როგორ ატყეპებდნენ მათ სხვადასხვა იარლიკებს და ასე შემდეგ. მეორე საკვანძო ფიგურა არის ზახარ შაშურკინი, ეს არის ციხის კომენდანტი, რომელსაც აქვს ძალიან ესეთი კონტრასტული შედარებები, სუსხვანაირი იყო სამსახურში და სუსხვანაირი იყო სახლში. პიროვნება შაშურკინი ყოველ საღამოს 40 ადამიანს ხრეტდა. და ერთი ფრაზა არის სცენარში ასეთი: Извини, дорогой, у меня служба такая. ეუბნება იმ პიროვნებას, რომელიც თავისთან ერთად, მასთან ერთად კაბინეტში ერთ ოთახში მუშაობდნენ და მოხდა ისეთი პერიოდი, რაღაცაში გახვრიეს ეს ადამიანი, დაიჭირეს. ფილმში არიან პერსონაჟები, რომლებზეც ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მწირია. ამიტომ სახეობებისთვის მათი ხასიათის გახსნა სირთულეს წარმოადგენდა. არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც, რომელთა შესახებ ფილმზე მუშაობის დროს არაერთი დღემდე უცნობი დეტალი გამოაშკარავდა. სხვადასხვა პიროვნებებზე და სხვადასხვა დიდ გიგანტებზე, ვისაც ჩვენ აქამდე ძალიან ტრაფარეტურად და კარგად ვიცნობდით, აღმოჩნდა ისე, რომ მთლად ყველა ისეთი სუფთა არ ყოფილა დაუშვათ იმ რეპრესიების დროს, რაღაც დასმენა, თავის გადარჩენის მიზნით რაღაცის გზების მოძებნა და ეს ყველაფერი იყო ფაქტიურად იმ ეპოქის თამდევი თითოეული ადამიანისთვის და ეს ნაკლებად შეეხო ტიციანს და მე მაგალითად ბედნიერი ვიყავი, არა იმიტომ რომ ახლა მე ვთამაშობ ტიციან ტაბიძეს და ამიტომ მე კარგი კაცი უნდა გამოსულიყავი. საყვარელი პოეტია და დაუშვათ რაღაც ჩრდილიც რო არ ადგება მის სახელს და მის შემოქმედებას, ეს სასიხარულო იქნება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული მაყურებლისთვის, ვინც ამ ფილმს ნახავს. ჩემ გმირზე ცოტა მწირე ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ თავისთავად ეს ისეთ დიდ ფიგურას არ წარმოადგენდა. რო ცნობილი ყოფილიყო. ის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მიხეილ ძიძიგური. არაწესიერი ადამიანი იყო, რის გამოც საბოლოო ჯამში იმ მანქანამ დაუპა, რა მანქანასაც ემსახურებოდა. ფილმში არის კადრები ამის ხელქვეითები, თვითონ როგორ აწამებენ მას და რასაც ხვებს უკეთებდა, იგივეს როგორ უკეთებენ მას. და ერთ-ერთი სცენა იყო დაკითხვის, როდესაც შიშისგან ეს ძიძიგური შეძრება მაგიდის ქვეშ. მისი ხელქვეითი, მისი მოადგილე, რომელიც ამოდენიმე წლის წინ ემორჩილებოდა მას, საკმაოდ უხეშად ექცევა და მერე წიხლებითაც შედგება და 1-2 წიხლი მომხვდა კიდევაც. ეს იჩატო! გეუბნები მოაწერე! ზადიში! გამოეთვიე! ვიხადი სუკა! გამოიყანე! ამისი
შეიძლება იყოს უარყოფითი პიროვნება, მაგრამ რაღაცა ცოტა კაცობის რაღაცა ქონდა შერჩენილი და ეხა ეს როგორც იქცევა მე იქ დაკითხვაზე და მანამდეც როგორც იქცევა და მე რას აკეთებს. ეს არის მართლა საშინელად ცუდი პიროვნება არის, საცოდავია. და ხა რამდენად საინტერესოა ეს უკვე რა თქმა უნდა არ აქვს იმას დიდი მნიშვნელობა შენ უარყოფითი გმირის თამაშობ თუ დადების თავარიად თვითონ პერსონაჟი იყოს საინტერესო გასაკეთებელი მსახიობისთვის. აი ეს არის და ეს. ლიდია გასვიანი იყო ტროცკისტი. ფიქრობ, რომ ძლიერი ქალბატონი იყო. იმიტომ რომ როგორც ლიტერატურული სცენარიდან არის ცნობილი, ეს ქალბატონი აკეთებდა ყველაფერს ისე, როგორც თვითონ უნდოდა თავის დროზე, რა თქმა უნდა. მაგრამ მაშინდელმა წყობამ ეს ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ შემოატრიალა და ყველაფერი დამთავრდა ძალიან ცუდად, იმიტომ რომ დახვრიტეს. ამ ფილმში ვასახიერებ პეტრე მხეიძეს. ეს იყო უშროების ერთ-ერთი ძირითადი ფიგურა სიმაში საქართველოში. ამ პიროვნებაზე არის ზუსტად სანდრო ახმეტელის სისხლი. მისი პირადი ბრძანებით მოხდა მისი დაპატიმრება და მისი განადგურება. ეს პიროვნება იყო ტიპიური ბოლშევიკი, რომელმაც თავისი ძმაც კი არ დაინდო. როგორც არქივებიდან გავიგეთ შემდეგ. ძმა, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა. ერთ-ორჯერ შეუთვალა ძმას დაენებებინა თავი ეკლესიისთვის და ბოლოს რო ვერაფერს ვერ მიაღწია. ადგა და სამღვდელო პიროვნება პირი გაპარსა. სანდრო ახმეტელი ერთადერთი კაცი ყოფილა, ვისაც თურმე შეგინებული აქვს, ესე ვთქვათ, გალანძღული ყავს პირდაპირ. აივნიდან თან. ქართულად, მამა-პაპურად. და იმიტომ ვერ იტანდა ეს ერთმანეთს და რაღაცა საინტერესო ის იყო დამოკიდებულება ბერიასა და იმას შორის. მაინც არ დაუთმო და ბოლოს რაც მოიგო, ნახეთ მე აიყვანეს მუხათგვერდი სასაფლაოზე. დაგვაჭედეს ტყვია შუბში. სამწუხარო ის არის, რომ ჩემ გმირზე ბიოგრაფიული ცნობები ძალიან მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ როგორ გახდა ის შაშურკინის მეუღლე. შაშურკინმა თავის მომავალი მეუღლე გაიცნო ერთ-ერთ სუფრაზე. ამას გაცნობაც არ ქვია, უბრალოდ მოეწონა ეს ქალი. ნაბახუსე მდგომარეობაში მოდის ამ სუფრაზე, მე კიდევ ამატებს და ეს ხელს კიდებს და მიყავს სუფრიდან და მარია ჩემი გმირი ამ დროს არის მეუღლესთან ერთად სუფრაზე. და აი ამ მარიას მეუღლემ, ამ ქალბატონის მეუღლემ ხმის ამოღებაც კი ვერ შეძლო, იმდენად საშიში და საშინელი დრო იყო, იმიტომ რომ იმას მერე ან დახრეტდნენ, ან გადაასახლებდნენ. ოცდაათიანი წლების ეპოქის შექმნა თავისი პერსონაჟებით ბევრად იყო დამოკიდებული კოსტუმების მხატვრებზე, მაკიაჟის ხელოვნებაზე და იმ ბევრ მცირე დეტალზე, რომელიც ყოველთვის კამერის მიღმა რჩება.
თავიდან ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს და შენი საყვარელი ეპოქა არის რომ მითხრე, რა თქმა უნდა, ვიყავი, მაგრამ როცა გავიგე რომ ეს იყო 37 წელი და ეს იყო ტრაგიკული პიროვნებები უნდა შემექმნა, ესედა არ იყო მაინც და მაინც ისეთი სასიამოვნოს რომ დავდიოდი რაღაცების შესაძენად ფილმისთვის, ხო? ვიყიდე რაღაცა εν რაოდენობის თეთრი საროჭგები. კაცის პერანგები. თეთრი, იმიტომ რომ მაინც სისხლი ყველაზე კარგად ამ თეთრზე ჩანს და ეს ჩამოვიარე მაღაზიები, სადაც შევდიოდი ყველგან მკითხულობდი, რომ მინდა თეთრი კაცის პერანგი. ერთი ცალი ალბათ, ორი ცალი, ხო? არა, მე მინდა 10-15. გაუგნება რა საკურველია სახეზე ყველასი, მაგრამ მე უხსნი, რომ იცით რა, მე ფილმში მჭირდება და ფილმისთვის მინდა. და გამოგონეთ ძალიან კაი ხარისხის და არა, ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, იმიტომ რომ უნდა დავხიო, ვეუბნებოდი და კი, მაგრამ ქალბატონო 15 საათი რატო უნდა დახ? მე ეხა სცენას ნუ მომაყოლეთ გახეწები, ძალიან ვეუბნებოდი 37 წელი, მე ესე ვჩხუბობდი ხოლმე და მოვდიოდი, მაგრამ ძირითადში ის გამყიდველები ძალიან შედიან ხოლმე ჩემ მდგომარეობაში, რომ ვეუბნები, რომ უნდა დავხიოთქო. გადაყრილები რო აქვს უკვე და ესეთი იმებს ვასახებ ხოლმე დიდი სიამოვნებით მატანენ და მიკლებენ ფას კიდე სახეობების ხათრით. იმ წერებსაც და იმ ულვაშებსაც და სპარიქსაც, რომელსაც მოვარგებს სახეობს, იმასაც ცალკე მე დამუშავება უნდა, რომ ის ხასიათი მივიღო, რაც ჭირდება, ან როგორია გმირი და რაც რეჟისორს ჭირდება. სახეობს მაინც პატარა დეტალიც რო დაგაკლდეს, შეიძლება იმან დისკომფორტი შეგიქმნას და ვერ გააკეთო ისე როლი, რაღაცაში გაკლდეს რაღაცა და ჩამაცვეს რაღაცა და უყურებ სარკეში. და მე თუ არ ვწდები, გია იყო თუ ლევანი იყო. ულვაში ხო არ მოგვესინჯაო შაშურკინისთვისო და ულვაში რო დამაწევეს, ესე იგი, რო გამიკეთეს ულვაში, აბსოლუტურად მაშინ მივხვდი, რომ უკვე მე შემეძლო ამ როლში თავისუფლად შევსულიყავი რა. კაცეო! ფილმში არის ეპიზოდები, რომლებზე მუშაობა განსაკუთრებით მძიმე და უსიამოვნოა. შეიძლება ითქვას, არც თამაშობდნენ, თვითონ იქ ციხეში ისეთი სიტუაცია იყო, რომ მსახიობებს ბადრაგი იქნებოდა, რეპრესირებული იქნებოდა, დასახრეთი, ანუ ის აურა შექმნილი იყო მათთვის. ეს არ იყო რეალურთან მიახლოებული, ეს იყო რეალური სიტუაცია. რეალური ციხე, თავისი ნამდვილი კამერებით. ყველაფერი დასაფრეთი ოთახებით იმდროინდელი, ნესტი, ჭუჭყი, რა ვიცი, ყველაფერი საშინელება რაც შეიძლება ყოფილიყო. ჩემი სცენა იწყება გადაღების, მანამდე შევედი კამერაში, რომ აი უნდა დაჯდე მამუკა ესე, დავჯექი კამერაში და ნახევრად მოხურულია კარები ისე უბრალოდ. რაც შუქს აყენებენ და ჩაქრა შუქი. არა, ფეხზე რომ გადაიყავი, ალბათ წავიქცეოდი. ცილის გამოფოფხდი ოთახიდან. ისე იმოქმედა რომ მე არ ვიცი რა. მე მეგონა რომ ჯოჯოხეთში ვიყავ. შეიძლება ითქვას რომ ჯოჯოხეთში ვიყავ. აღშფოთებული ვიყავი და ესეთი განერვიულებული ვიყავი იქ რომ ჩავედი, რომ ერთი 3-4 დღე აზრზე რომ მოვსულიყავი დამჭირდა რა. მართალია დღესდღეობით გაუქმებულია ეს ყველაფერი, მაგრამ ძიმე შესახედავი არის. აი იქ რომ შედიხარ და გაივლი გეუფლება და მარტო ცოტა გავიარე იქით რაღაც საქმე მქონდა და ისეთი კორიდორი დამხვდა რომ რაღაც შიში დამეუფლა. რაღაც არ მომეწონა რა, ახლა რა თქმა უნდა ციხე არ მოგეწონება, მაგრამ რაღაცა ამიყვანა რა. სიკვდილ მისჩილთა საკნებში ვიყავით, 3 დღე მქონდა იქ გადაღება და ეს 3 დღე შოკში ვიყავი. ჩვენი ერთი ჯგუფის წევრი სუდად გახდა. ხათუნა გამიყვანა, ისტერიკაში ჩავარდა. აი, იქაური აურა და იქაური ის ყველაფერი, იქ რაც გადავიღეთ, სადაც ვიყავით, იქ ნამდვილად ხდებოდა ეს ყველაფერი და იქ ნამდვილად ტრიალებდა ეს აი იმათი აურა და სული. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც მსახიობებს მძიმედ დაამახსოვრდათ, ფინალური დახვრეტის სცენაა. არ ვიცი სად ნახეს ის ადგილი, რაღაცა აი საშინლად ისეთი ადგილი იყო, სიბნელე, ამოთხრილი დიდი ორმო, რაღაცა ქარის საშინელი, ну ужаси ოფიციალური.
დაძაბულობა ნამდვილად იგრძნობოდა. ეხლა ეს არ არის დაუშვათ ისე ტრაფარეტული შედარება, რომ აი 37 წელს რადგან თამაშობთ, იცით, ძალიან დაძაბულები ვიყავით. არა, მართლა იყო რა დაძაბულობა. თუ ეხლა დასახლებთა 40-თან როდ გახარ და თუნდაც ტყუილ პატრონას გესვრის 10-12 ჯარისკაცი, არ არის თლაც სასიამოვნო. ნუ ვიცით, რომ არ დევს ნაღდი ტყვია, ხო? ნაღდი ტყვია არ არის, ვიცით, მაგრამ მაინც ახლა თავთან გიმიზნებს და 10 რო გიმიზნებს ერთად, ცოტა ისეთია. მე ბიჭო, ცოტა იქით გაწიებენ, მაინც რა იცი, გავარდეს. ხმაკ თითქმის ისეთივე როგორიც ნამდვილს და ამ ყველაფერს უყურებ, იცი რომ ეს არის ბოლო წამი და ყველაფერი მთავრდება. ძალიან რთული იყო ეს პროცესი, ამის მშვიდად ყურება ძალიან გამიჭირდა. თემის სირთულის მიუხედავად ფილმზე მუშაობა არ არსებობს იმ შემთხვევების გარეშე, რომელთაც დროთა განმავლობაში ყველა ღიმილით მოიგონებს. პრობლემები გვექნებოდა ძირითადად ამ ცემის გადაღების დროს. იმიტომ რომ ეს მსახიობები ისეთ ეშხში შედიოდნენ ამ ცემის დროს, რომ ვეღარ ზომავდნენ და მართლა უტყაპუნებდნენ ხოლმე ამ მსახიობებს და იყო წივილი-კივილი და აღარ დამარტყა და აღარ გადავიღებდა. მე წვიში კაცო თარში გამოწმინდე. გადამარტყა რა შუშა. მაინც სადერო მაეხმოთ ესე. Ты, а если дальше? Ну, резко, да, собственно, резко вообще უფრო ადვილად და вообще ვერ იქს. ერთში უნდა გადავიღოთ, ხო? ხო. იგი მოიცა. ძიმე ერთი იყო, როდესაც მაგიდის ქვეშ ძურება და წეხლებს ურტყამენ, ერთი-ორი საკმაოდ მაგარი ჩექმა მომხდა, მაგრამ იყო ერთხელ ესეთი მომენტი, რომ ჩვენი გრიმერი სადღაც აგვიანდებოდა. მიდიოდა და ჩვენ დაგვიბარა, რომ აი ამას ამ მსახიობს მიწებებული აქვს ულვაშებიო და ისინი მოხსენითო და ერთი გოგონა მუშაობდა ჩვენთან ასისტენტად ნინოს და ნინოს დაუბარა და ნინომ კიდე ერთხელ გაუმეორა რომ ამას და ამას და კიდე მე დაუმატე რომ აი იმასაც მეთქი და იმას თავისი ულვაში ქონდა და ნინოს ქონდა მცდელობა ის ულვაში და გამოვიდა მე ახლა ძირითადად მძიმე სცენები მქონდა მე 5-6 გადაღების დღე მქონდა და თითქმის ყოველ დღე პატიმარი ვიყავ. თითქოს კი ყოველ დღე პატიმარი. ერთხელ ცოტა გამათამამეს და ნარდი ვითამაშეთ. ესეთი სცენა იყო აივანზე და ეს იყო ჩემი გასეირნება თუ ძირითადად კომენდატურაში, ციხეში და დახრებდა და ჩემი სცენები იყო იქ ისეთი რომ სულ მირტყავენ, სულ რა ვიცი, ჩამიყვანა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მე მირტყავ. ნუ რაც გადაიტანა ამ პიროვნებამ რა. ეს გაშლილი კარტის კოლოდასავით რო ვიყავით მკვირები, ჩახოცილები და დასესრულები და დაგრიმულები. კაც იყო ესეთი ვარიანტი, რომ ერთ-ერთ მკვდარს დააცემინა ერთ-ერთ ჩვენთაგანს და სიცოცხლე კარგად ყოფნა ატყდა მთელი ამ მკვდრების სამყაროდან წამოსული. სიცოცხლე გენეც რა ამის მეტი აღარ დაგხვრიტონ. და ბოლოს ფილმი არ ცდილობს შეფასება მოახდინოს იმ ისტორიული პირების, რომლებმაც 37 წლის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე გადაიტანეს. ჩვენ ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ. და ვერც ჩემი თაობის და ვერც თქვენი თაობის ადამიანები და ვერც ჩემზე უფროსები ვერ წარმოიდგენდნენ, რას ნიშნავდა მაშინ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ხელში მოხვედრა და წამება. ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი გადატანა. Зогма გაუძლო და მოკვდა, зогма ვერ გაუძლო. Вы знаете пьесу Горького «На дне»? Вот вы сейчас на дне и будете. Даже еще глубже. მას ერჩივნა მზად იყო ასეთი ჩვენების მიცემეს რომ ტყვია აიღო და ესროლა და დასრულებულიყო მისი სიცოცხლე მაგრამ საქმე იმაში გახდათ რომ ეს
წამებული სიცოცხლე არ სრულდებოდა და გრძელდებოდა 1 თვე, 2 თვე და ასე შემდეგ და მან იცოდა რომ არ მოკლავდნენ. ტყვით არ მოკლავდნენ, წამებით ამოხდიდნენ სულს და ყველა ამას ვერ უძლებს. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებსაც უნდა გავუგოთ და ყველაზე მარტივად ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ მათ ადგილზე ღმერთმა აცილოს ყველა თაობის ადამიანს.